აი მე გეტყვით ახლა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც, აი ყველასთვის უნიშნელოვანესი პრობლემაა რა. ეხლა მე რაღაცა ერთ კონკრეტულს დავასახელებ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დიდი პრობლემაა, ყველა ვიცი და ყველა ამაზე საუბრობს, ხო? მე მაგალითად ყოველ დღე ჩემი შვილები როცა მიმყავს სკოლაში გამოფენილია საქართველოს და ევროკავშირის დროშა. აი ჩემთვის ეგ იმდენად გამაღიზიანებელია. კი, იმიტომ რომ ქვეყნის დამცირებაა. ანუ ხო ხვდები ხა ყველაფერი ხა მოდით რა შევთანხმდეთ რა ამ რაღაცეებს ამ ატრიბუტიკას ზოგადად მნიშვნელობა რო არ კონდეს არც არავინ დახარჯავდა ამდენ ფულს რომ აი ვიცი ყველგან ესა ევროკავშირის დროშები გქონდეს აეროპორტში წახვალ თუ სადმე შეხვალ თუ ბავშვ სკოლაში მიიყვან რაღაც აი ყველგან აბსოლუტურად ოდითგანვე ეგრე იყო რომ დაიპყრობდი ქვეყანა შენ დროშას ჩააჭრობდი ანუ ეგ არის მაგაში არ შევიდეთ. ბიჭო, რავი, ანუ ნუ ეხლა ისე ვიძახია რომ მოდი ჯერ გავხდეთ იმ რაღაცა უბედურების წევრები და მე დავიკიდოთ ეს ხო ანუ მართლაც ვერ დაგვიფყრ ესე ვიხდი ჩვენ ამ დროშებს რაღაცა რაღაცა იცი რომ აი მაგალითად ეხლა როცა რაღაცა ჩემ საქმიანობისთვის ჩემ შვილებს უკითხავს რაღაცა ხო ანუ რავი მithქვამს რომ აი ეს რაღაცა ხო ახლა ბავშვი რამდენადაც შემიძლია რომ აუხსნა ბავშვს ხო და მე მიდის და ამ რაღაცა უაზრო დროშებს ახვედრებენ სკოლებში რა ანუ ახლა აი რა გაიგოს ბავშვი გაიგივებული აქვს ბავშვებს ხო ვერ ხვდებიან ბავშვები ანუ ბოლო პატივი რას უნდა სცეს იმას ვერ გრძნობს ბავშვი გაიგე საბოლოო ჯამში ეხლა იმას არ მოყვები რომ უკრაინის ომი რო დაიწყო ჩემი შვილები რო გამოვიყვანე მაშინ ბაღში იყვნენ და ის რა ქვია უკრაინის ჰიმნის არა ბიჭო ბავშვი მივყავს სახში და უკრაინის ჰიმნს ღერის გავგიჟდი მეთქი მამა არა აი ყველაზე თავარი რა არის იცი რო ის რა ქვია ვეკითხები რომ შვილო ანუ ქართული ჰიმნი იცი? არ იცის ბავშვი. უკრაინის იცოდა. უკრაინის ასწავლეს, გაიგე? ეხლა ვიღაცა ალბათ იტყვის რომ რავი შენ გესწავლებინაო, მაგრამ რავი ეხლა 2 წლის ბავშვისთვის საერთოდ გონია რომ ჰიმნი არ უნდა ასწავლო და რაღაცა სხვა რაღაცეებით უნდა დააკავო, გაიგე? და ბავშვი რო გამოყავს სკოლიდან უკრაინის ჰიმნს, ну აი ამ საგიჟეთში, რა. მაშინ დაიწყო უკრაინის პატრიოტობა, თვითონ ვერ არ ქონდა. საბავშვო ბაღი რატო ვახსენე რა, რომ აი რეალურად განათლების სისტემა და ბავშვის რაღაცა ამ კუთხით მაქიდან იწყება. მაქიდან მოდის ყველაფერი, ხო და აი ეგ არის, აი მე საზოგადოება, მე მგონია რომ აი საზოგადოებამ ამაზე ხმამაღლა და ძალიან მკაცრად თუ არ ილაპარაკა. კაი ბატონო, არ ვიცი დღეს შეიცვალა მსოფლიო წესრიგი, ყველა მიხვდა რა ვისაც თავში გონი აქვს რომ ეს ევროკავშირი უკვე რაღაცა ევროკავშირში ვინც არიან, ისინიც ბოდიში და აფურთხებენ, ხო, მაგ იმას რა ქვია, გაერთიანებას, ხო და მე რაღაცა სხვა იქნება პირობითად, ხო და ესე იგი ანუ ამ ეს ბავშვები ჩვენ თუ არ გავზარდეთ, ისე როგორც აი ყველაზე მეტად მგონია რომ აი ყველაზე კარგად იცის მშობელმა როგორ უნდა გაზარდოს თავისი შვილი რა თავისთავად მე აბსოლუტურად არ გამოურიცხავ სახელმწიფოს როლს ამ ყველაფერში რა მაგრამ აი ქართველმა ადამიანმა ყველაზე უკეთ იცის როგორ გაზარდოს თავისი შვილი მაგრამ ეს უფლებებიც წართმეული გვაქვს მშობლებს გაიგე თქვენ არის უბრალოდ რამდენი ხალხი მწერს რომ აი ხო ძმაო მე ესე და ესე დამემართა ბავშვს რაღაცა შენიშვნა მივეცი და მერე პრობლემები შემექმნა, ზოგი ციხეში გაუშვეს ამის გამო, ზოგმა ბავშვმა მამამისი აი ამ რაღაცა სკოლებში რო არიგებენ, ხო იცით და დადიან ეს პოლიციელები და ეუბნებიან რომ აი რაღაცა შენ რო მამა თუ გაგაბრაზებს, გიყვირებს, შენი შვილს მოგცემს რამეს დაგიშლის და ჩვენ დაგეხმარებით რა რაღაცა ესეთი ფორმულირება, გაიგე და ბავშვმა ერთ-ერთმა სხვათა შორის იურისტი ყავდა მაშინ ჩვენ მოწვეული ამ კახა ბატონმა კახა უმლაძემ მოყვა რომ ბავშვმა რო ნახა რომ მე მამამისი ციხეში შვეს ბავშვმა თვითკვლელობას ცადა, გაიგე? ანუ ესეთი ფაქტები ანუ იმას კი არ ეგონა რომ რაღაცა ხო, ანუ იმას ეგონა რომ რაღაცა აგერ პოლიცია მოვა და მამაჩემს ეთქვის რომ всё, მეტი აღარ ეჩხუბო ბავშვი, პირობითად ვიძახი რა, რაღაცა ამ დოზით რა. და ვიხტორო ეს პავლიკა მოვაროზოება ძდიან ეს ბავშვი გაგიგზავს თავსიკლავს. ზუსტად და აი კახიმ რაც ახსენა, ხო, რომ აი რაზე უნდა დარდობდეს დღეს საქართველო რა. საქართველო დღეს ჩემი აზრით უნდა დარდობდეს
იმაზე რომ ჩვენი შვილები გვეკუთვნოდეს ჩვენი შვილები ჩვენ თუ არ გავზარდეთ ისე როგორც ეს ჩვენ მიგვაჩნია სწორად და სოროსის დაფინანსებულმა ვირიშვილებმა გაგვიზარდა შვილები მივიღებთ იმას რომ აი ეს ჯენზის რასაც ეძახიან დღეს რომ აი არ ვიცი არც ადამიანებს გვანან, არც ბავშვებს გვანან, არც უფროსებს გვანან, არ ვიცი რას გვანან, ხო? აი ყველაზე არ ვიძახი რა თქმა უნდა, ხო? ყველა ხდება ვიზეც. და ხანში ეგენი გახდებიან მშობლები და მე მაგათ გახდება. მე ეგენი რომ მშობლები გახდებიან, აი მაგათი გაზრდილი შვილები, აი თქვენ წარმოგიდგენიეთ, არ ვიცი დედებს მიუმართაო, მამებს მიუმართაო. ანუ ამაზე ხო მე მაგალითად როგორც მშობელი ძალიან ნერვიულობ ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ის სისულელები, აი ის სიგიჟეები შენ ძმაო, შენი შვილი გაზარდე და აი მაგრამ გინდა რომ აწნა რა როგორ უნდა გაზარდო ჯერ ერთი როდესაც აი 10%-ს ატარებ დროისას ბავშვებთან დანარჩენს ატარებ სისტემა შენ ძმაო, შენი შვილი გაზარდე სწორად და ეხლა იქ ვიღაცა რაღაცა ანუ ბიჭო რა არის აი გავიგე რომ თავში ტვინი არა გაქვს მაგას რო იძახი რა მაგრამ ანუ რაღაცა თან ეგ ისეთი აზრია და ამას რომ ხმამაღლა ამბობ რომ ახლა ყველა ხვდება, ყველა დედა, ყველა мама ვიც თავისი შვილისთვის ოდნავ მაინც უზრუნია, ხო, რომ თავისი შვილის ხედველობას ძირითადად აყალიბებს გარემო და არა ის, რომ შენ რო წამოწვევი საღამოს ფუტბოლის საყურებლად ტელევიზორთან და მამი ესე რაღაცა წყალი მომიტანი ან ეს კაია ეს ცუ ეგრე არიზდება ბავშვები, ხო? ახლა ყველა ხვდებით მაგას, გაიგე და აი ამ საგიჟეთში ჩვენი შვილების გაზრდა საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას რომ ანუ შეიძლება ჯენზი იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს ყოველ შემთხვევაში აი რუსთაველზე ყავს წარმოჩენილი ხო შეიძლება კიდევ უფრო უარესი მივიღოთ